მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო ანჯამების შესახებ და მათი განსხვავების შესახებ. ანჯამა ეს არის პროდუქტი, რომელიც ყველა ავეჯში გამოიყენება და ნებისმიერი ავეჯისთვის საჭიროა. ეს არის პროდუქტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში საბოლოო მომხმარებლების უმეტესობა მას ყურადღებას არ აქცევს ხოლმე, მაგრამ ეხლა როცა ჩვენ მათ ტექნიკურ განსხვავებებს ავხსნით, მივხვდებით, რომ ესეც არ არის უბრალოდ დეტალი, რომელიც ყურადღების მიღება უნდა დავტოვოთ, ბევრი ტექნიკური ნიუანსი არის, რომელიც საბოლოო ჯამში მის მუშაობის ხანგრძლივობას, კომფორტულობას და მსგავს დეტალებს განსაზღვრავს. პირველ რიგში რაც საინტერესო იქნება შევეხოთ ზოგადად ანჯამის ტიპების განსხვავებას. პირველი ყველაზე მარტივი და ხშირად გამოყენებული ანჯამა რაც გვაქვს, ეს არის ეგრეთ წოდებული ჩვეულებრივი დახურვის ანჯამა, რომელიც ესე იხურება და საბოლოო ჯამში არც თუ ისე კომფორტულია, იმიტომ რომ ფასადის ბრახუნი და მსგავსი რაღაცების მოსმენა მოგვიწევს. შემდეგი მოდის უკვე ნელი დახურვის ანჯამა, პრინციპი არის ეს, ანჯამა როცა იკეტება, მას აქვს სპეციალური ჯგუში, რომელიც ნელა დახურვას უზრუნველყოფს. და ნელი დახურვის ანჯამის გაუმჯობესებული ვერსია განსაკუთრებით კომფორტული არის მონტაჟისთვის, ეს არის უკვე 3D რეგულირების ანჯამა, რაც გულისხმობს იმას, რომ დახურვის პრინციპი იგივე ნელი დახურვა გვაქვს და მისი რეგულირება შეიძლება 3 სიბრტყეში, დამონტაჟების შემდეგ ფასადი შეიძლება დავარეგულოთ ზევით და ქვევით, დავარეგულოთ სიბრტყეში და ასევე დავარეგულოთ მისი გადახრა. როდესაც ანჯამებზე მიდის საუბარი, მათ როგორც წერან ვახსენე, მათ მუშაობის ხანგრძლივობას, მუშაობის კომფორტულობას, ფას, ბევრი სხვადასხვა დეტალი განსაზღვრავს და ეხლა ვეცდები მივყვე ეს დეტალები, ნაბიჯ-ნაბიჯ აგიხსნათ, რა განასხვავებს კარგ ანჯამას უკეთესი ანჯამისგან. ცუდი არ ვახსენოთ, მოდი. კი ბატონო, მოკლედ პირველი ძირითადი სხვაობა, რაც ნებისმიერი ანჯამის შემთხვევაში გვაინტერესებს და მოდი FGV-ის ანჯამის მაგალითზე ვისაუბროთ, ეს არის სარეგულიროები, იმიტომ რომ მონტაჟის შემდეგ ხშირ შემთხვევაში თუ თითქმის ყოველთვის არ გვჭირდება ის, რომ მორგებული ფასადი მერე სიბრტყეში და ეგრეთ წოდებულ ზაზორებში დაშორებები შეგვიძლია ვახსენოთ, გავასწოროთ. პირველი სარეგულირო იწყება აქედან, ამ სარეგულიროზე არის საუბარი, რომელიც უზრუნველყოფს ფასადის ჰორიზონტალურ სიბრტყეში მოძრაობას, გადავწიოთ უფრო მარჯვნივ თუ მარცხნივ. ბევრი ანჯამის შემთხვევაში, მოკლედ, ბევრი ანჯამის შემთხვევაში, ხშირად მომხმარებლები მხოლოდ ამ სარეგულიროს ზომას აქცევენ ხოლმე ყურადღებას და როგორც ხედავთ, ესეთი ვარიანტებიც გვაქვს. რეალურად ეს შეიძლება ვიზუალურად ისე გამოიყურებოდეს, რომ გვამშვიდებდეს დიდი სარეგულირო გვაქვს, მაგრამ პრაქტიკისგან ძალიან შორს არის და რეალური გამოყენება ნაკლებად აქვს. წესით სწორად მორგებულ და დამონტაჟებულ ანჯამას დაახლოებით 3-4 მმ-ზე მეტი სარეგულირო არ ჭირდება და სავსებით საკმარისია ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ვიზუალურადაც ნორმალურად გამოიყურებოდეს და ესეთი გამოშვერილი რაღაცები არ ქონდეს და თან საბოლოო შედეგიც მივიღოთ. პირველი, რახან FGV-ის ანჯამების მაგალითზე ვსაუბრობთ, რაც FGV-ის ანჯამას განასხვავებს, არის ის, რომ ამ სარეგულიროს შემთხვევაში, ცენტრში გვაქვს ესეთი პატარა კბილი, რაც რატომ არის? როცა ანჯამას ვაყენებთ, სასურველია, რომ ეს სარეგულირო იყოს ცენტრში და დამონტაჟების მერე თანაბრად გქონდეს საშუალება როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ მოძრაობის. სხვა ანჯამების შემთხვევაში ეს კბილი არ არის და FGV ამით გვეხმარება, ასე ვთქვათ, რომ მარტივად ვიპოვოთ ცენტრი, არ დაგჭირდეს გადაზომვა აქეთ-იქეთ და ვიცოდეთ სად არის ცენტრი და ისე დავამონტაჟოთ ანჯამი. მაგრამ ამ კბილს დაუშვათ თუ გჭირდება გადაწევა, ოდნავ მეტი ძალდატანებით უკვე გრძელდება, ასე ვთქვათ, ანჯამის სარეგულირო. ამას ვიხები რატო? იმიტომ რომ FGV-ის ანჯამის შემთხვევაში ბევრმა ჩათვალა, რომ ამ ანჯამას რეალურად ის სარეგულირო, მხოლოდ ნახევარი ქონდა იმ სარეგულიროსი, რაც რეალურად აქვს და იყო გარკვეული კითხვები იმაზე, რომ მის სარეგულიროს საკმარისი არ არის, მაგრამ რეალობა არის სხვა. ნახევარზე ჩერდება სარეგულირო ხრახნი, ოდნავ მეტი ძალდატანება ჭირდება და შემდეგ უკვე სარეგულირო გრძელდება. ეს რაც შეეხება პირველ სარეგულიროს. მეორე, უკვე აქ უკანა ხრახზე გავამახვილოთ ყურადღება, ეს ყველაფერი უკვე უზრუნველყოფს იმას, რომ ფასადი წინ და უკან ვამოძრავოთ, კარკას დავაშოროთ, კარკას მივაახლოვოთ. ამ შემთხვევაში გვაქვს რამდენიმე ტიპის სარეგულირო. მაგალითად, ერთ-ერთი არის ესეთი, დავუშვათ, აქ აქვს ფიქსატორი ხრახნი, ხრახს მოჭერას შევასუსტებთ, გავამოძრავებთ ჩვენთვის სასურველ პოზიციაზე და მერე ისევ დავუჭერთ. ეს არის, ასე ვთქვათ, სარეგულიროს მარტივი ვარიანტი და შესაბამისად შედარებით უფრო დაბალ ფასიან ანჯამებზე არის გამოყენებული. ამისგან განსხვავებით, გვაქვს ესეთი სარეგულიროს მეორე ტიპი, როცა უბრალოდ ხრახს ვამოძრავებთ და ეს ხრახნის მოძრაობა, ანჯამის ძირს თუ ჩანს კარგად, წინ და უკან ამოძრავებს,
და ეს ბევრად უფრო მარტივია სარეგულიროდ, იმიტომ რომ აღარ სანამ დავაფიქსირებთ, ან ნაკლებია შანსი იმისა, რომ გასწორებული ანჯამა აირიოს. და ეხლა აქ შემოდის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ანუ როგორც გითხარით, როცა ანჯამების ტექნიკურ ნაწილზე ვსაუბრობთ, ანუ ბევრი ერთი შეხედვით თვალისთვის შეუმჩნეველი დეტალები მის საბოლოო მუშაობაზე დიდ გავლენას ახდენს ხოლმე. აი მაგალითად ავიღოთ ბაზარზე არსებული ერთ-ერთი გავრცელებული ანჯამა და შევადაროთ FGV-ს ანჯამას. ნახეთ, თუ დავაკვირდებით, ანუ სხვაობა როგორი ხრახნია სარეგულირო აქ და როგორი ხრახნი გვაქვს სარეგულირო აქ. ეხლა ეს რას გვაძლევს? ანუ ამ სარეგულიროს შემთხვევაში, ანუ ეს არის ეგრეთ წოდებული ექსცენტრიკი და მისი, ასე ვთქვათ, ფიქსაციის წერტილი არის მხოლოდ ერთი და ისიც ცენტრი. ეს რას გვაძლევს? ანუ ანჯამის წინ და უკან რეგულირება ხდება აი ამ ექსცენტრიკის საფუძველზე, აი კადრში წესით ჩანს, ზევითქვევით როგორ მოძრაობს ეს ხრახნი და იმის გამო, რომ სამაგრი წერტილი არის მხოლოდ ერთი და თან წრიული ფორმის, რეგულირების მერე მისი არევის ალბათობა საკმაოდ დიდია. ამისგან განსხვავებით, ანუ FGV-ს ანჯამას, ნახეთ, აქვს ესეთი პრინციპი. რამდენად შევძლებთ კადრში გამოჩენას არ ვიცი. ანუ აქ მუშაობს ეგრეთ წოდებული ჭიახრახნის პრინციპი. რაც გულისხმობს იმას, რომ საყრდენი წერტილი, რითიც ანჯამა რეგულირდება, არის მინიმუმ 3/4 და არა 1. თან ეს არ არის, ასე ვთქვათ, წრიული ფორმის წერტილი, ეს არის ანუ ხაზოვანი, ასე ვთქვათ, საყრდენი წერტილები. შესაბამისად, ანუ მოჭიდება ბევრად უფრო მეტია და რეგულირების მერე არევის ალბათობა ბევრად უფრო ნაკლები არის. აი ესეთი პრინციპი არის, ასე ვთქვათ. რახან ძირების მოხსნა მოგვიწია, ძირის სამაგსაც შევეხოთ, ანუ ისევ ანუ ბაზარზე გავრცელებულ ბევრ ცნობილ ანჯამას მოკლედ აქვს აი ესეთი ასე ვთქვათ კლიპსი ძირის დასამაგრებლად, რაც პრაქტიკამ როგორც აჩვენა, ანუ საბოლოო ჯამში თქვათ პრაქტიკული არ არის, იმიტომ რომ ანუ ბევრად უფრო მარტივია, ასე ვთქვათ, ხელი მოუხდეს ადამიანს, ან მონტაჟის დროს რაღაცას გამოედოს და ანუ ანჯამა მოიხსნას ძირიდან და ფასადი ჩამოვარდეს. FGV-ს შემთხვევაში გვაქვს უკვე ანუ განსხვავებული პრინციპი, ანუ დეტალი გარეთ, ანჯამის გარეთ არ გამოდის, ნაკლები არის ალბათობა იმისა, რომ რამე შემთხვევით მოხდეს და ჭირდება საკმაოდ ძლიერი დაწოლა იმისთვის, რომ ძირი მოიხსნას. ეს თავისთავად გამორიცხავს ალბათობას იმისა, რომ შემთხვევით, ასე ვთქვათ, ძირი მოგვიძრეს. და ანუ ამ, ასე ვთქვათ, უკეთესი ფორმის ძირის კიდევ ეს, ასე ვთქვათ, გაიაფებული ვარიანტი არსებობს, რომელიც ბევრ ანჯამაზე გამოიყენება ხოლმე და ეგეც მინდა რომ გაჩვენოთ, ნახეთ. ანუ ამ ეს ძირები რეალურად რა განასხვავებს? ანუ განსხვავება არის მასალაში და შესაბამისად წარმოების ტექნოლოგიაში. ანუ ძირი, რომელიც FGV-ს ანჯამაზე არის გამოყენებული, არის თუთიის შენადნობი და ჩამოსხმით მზადდება, ხოლო რომელიც, ასე ვთქვათ, ბაზარზე მეორე ძირი, რომელიც ბაზარზე გავრცელებულ სხვა ანჯამაზე არის მეტალისგან და დაპრესვის მეთოდით მიიღება. ეხლა ეს რას გვაძლევს საბოლოო ჯამში? ანუ ჩამოსხმულ დეტალს კუთხეები, მათ შორის იმ კბილის, რომელიც ძირს აფიქსირებს, აქ ბევრად უფრო გამოკვეთილი, მასალა არის ბევრად უფრო მყარი და ალბათობა იმისა, რომ ანუ კბილი არ დააფიქსირებს ძირს, არის ბევრად უფრო ნაკლები ამ შემთხვევაში. აქ უკვე რადგან პრესვით ვიღებთ ამ დეტალს, ანუ ფორმები ბევრად უფრო მომრგვალებულია, მასალა ბევრად უფრო რბილია და თვითონ წარმოებაშიც ამ დავუშვათ, პირობითად თუ 100 ანჯამიდან ერთი შეიძლება ეს კბილი, ერთზე შეიძლება ეს კბილი დეფექტური იყოს, აქ ამ დეფექტების ალბათობა ბევრად უფრო მეტი არის. და თან, ანუ პრაქტიკაში გამოყენებისას ის, რომ ეს კბილი მოცდება რბილი მასალიდან და ფორმიდან გამომდინარე ბევრად უფრო დიდია, შესაბამისად, ანუ ანჯამის ჩამოვარდნის ალბათობაც ბევრად უფრო დიდი არის. ეს ყველაფერი, ანუ რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იგივე ანჯამის ჩამოვარდნა, ხო? ანუ არ არის დაუშვათ გავრცელებული შემთხვევა და არ არის აუცილებელი დაუშვათ ყოველ მეორე შემთხვევაში იყოს, უბრალოდ ეს ყველაფერი რადგან ანჯამებს განასხვავებს, მინდა რომ ამ ყველაფერზე ვისაუბრო და ამ ყველაფერს შევეხო.